ეს რა კომენტარებს კითხულობ ხალხო? ეს რა ხდება ჩვენ თავს? ადამიანთა ჯგუფი საუბრობს იმაზე, რომ მე თითქოს ვიღაცა უცხო ტომელების შემოყვანა მინდა ქვეყანაში? მე უცხო ტომელების შემოყვანა კი არ მინდა. მე ჩვენი ტომელების შემოყვანა მინდა საქართველოში. ძალიან მარტივი რამეა, ცოტა დაფიქრდით ხალხო. მე რომც არ ვილაპარაკო ეს ყველაფერი. სულ რომ გავჩუმდე, წავიდე მთაში და იქ ლექსები წერო, უფალი, მაინც ყველა ქართველს დაბრუნებს საქართველოში. ეს არის მოცემულობა. ყველა ქართველი დაბრუნდება საქართველოში. ხალხს მინდა ურჩიო. თუ კი თქვენ ქართული გენი არა გაქვთ და ხართ საქართველოს მოქალაქეები, რა ვიცი, თქვენთვისვე აჯობებს რომ არ დატოვოთ საქართველო იმ მარტივი მიზეზის და გამო რომ საქართველო არის აღთქმული მიწა, რომელიც გადარჩება. თუ კი თქვენ საქართველოზე უარს იტყვით, საქართველომაც შეიძლება უარი თქვას თქვენზე. საქართველოში თუ ქართველს, ანუ გენეტიკურად ქართველს არ დავაბრუნებთ ქვეყანაში, მაშინ რატომ გვქვია საქართველო? მე არა ვარ არც შოვინისტი, არც რასისტი. ღმერთმა დამიფაროს. საქართველოს მოქალაქე ჩემი ძმა, ჩემი და არის. მაგრამ ჩვენ თუ ქართველები მსოფლიოს მასშტაბით რომ არიან მიმოფანტულნი, არ დავაბრუნეთ ქვეყანაში, მაშინ რანაირი ქართველები ვართ? ვიღაცები მიწერენ, რომ არაბების შემოყვანა უნდა საქართველოში. არაბებში არ არის ეს ქართული გენი და როგორ უნდა შემოვიყვანო? ჩვენს ერთ-ერთ რეგიონში არაბული გენი არის დომინანტი. სად არის ქართული გენი დომინანტი? სადაც ქართველი ცხოვრობდა იქ, ირანში, თურქეთში, ესპანეთში, პორტუგალიაში, იტალიაში, საბერძნეთში. და აქ არის ქართული გენი. არ არის ქართული გენი. საუდის არაბეთში მშვიდად იყავით. ავღანეთში არის ქართული გენი. ხან შაჰაბაზი გადაგვასახლებდა, ხან მეჰმედ რომელიღაცა, ხან ვინ და ხან ვინ, ხან ალანები, ხან სკვითები, ათასობით და 10,000-ობით ქართველი საქართველოდან. ტომები გაასახლეს. სამწუხარო ფაქტი რაც არის. სინდების ტომი მაგალითად. სინდების კოლხური ტომი ცხოვრობდა დღევანდელი ნიკოფსიიდან ფსოუმდე ტერიტორიაზე. ბერძნებმა ყაზახეთის ტერიტორიაზე გადაასახლეს კოლხური რამდენიმე ტომი, მაგალითად არგონები, რომელთაც ჯერათ რომ არიან არგონავტები. ანუ არგონებს რო ესაუბრა მარკო პოლო, მათ უთხრეს რომ ჩვენ არგონები ვართ, არგონავტები ვართ. ბერძნების შთამომავლები და მე რო გაიტესტა ეს არგონები და მათ გვერდზე მცხოვრები ასევე მაჭარები. რა გენია მოუვიდა თქვენი აზრით? ჯიგენეტიკური კოდი 99% ლამის. დღევანდელი ჩვენი ტერიტორია არის 69,700 კვადრატული კილომეტრი. მაგრამ ჩვენი ტერიტორია არც თუ ისე შორეულ მომავალში გახდება 180,000 კვადრატული კილომეტრი. ვისაც არ გწამთ უფლის, ნუ უსმენთ ამ ვიდეოს. ვისაც გწამთ უფლის, ეს ასე მოხდება. ძალიან მარტივად. ჩვენი აღთქმული მიწა მოიცავს 180,000 კვადრატულ კილომეტრს. და ბანგლადეში ბევრად ნაკლებ ტერიტორიას მოიცავს და იქ რამდენი მილიონი ცხოვრობს? 160? ბანგლადეში თუ ბრჭყალებში ეტევიან საქართველოში ბევრად მეტ ტერიტორიაზე ვერ დავეტევით ქართველები? როგორ ვერ დავეტევით? დღეს ლამის ნახევარი საქართველო დაწერიელებულია. სადაც არის სიმართლე და სიკეთე, იქ არის უფალი და სადაც არის უფალი, იქ არის გამარჯვება. უფალმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ, უფალმა კეთილ გზაზე გატაროთ მუდამ.